საგვარეულო სახლი, ასე ვთქვათ, გაბაშვილების სახლი, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი სახლია თბილისში. ჩვენ გაგვიმართლა რომ თქვენი ჩართვები სწორედ მანდედან იყო დილიდან და ის რომ იყავით ჩვენთან ერთად დილის 8 ნახევრიდან. მადლობა ბატონ ლევან, დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ. გემშვიდობებით. თქვენც ასევე მადლობა. ნახვამდის. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები მარტივად ახსნილი წესები იმისთვის, რომ ქართულად სწორი მეტყველება შევძლოთ. ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისთვის წიგნი, რომელიც ყველა პროფესიის ადამიანისთვის თანაბრადაა საჭირო. და დღეს ჩვენი სტუმარია წიგნის ავტორი ქალბატონი ზინა გაბიჩვაძე, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ქალბატონ ზინა. სათაურია უკვე პირდაპირ იზიდავს და კითხვასაც აჩენს, რატომ ზარმაცებისთვის. ხო, ალბათ სათაურმა გამოიწვია ინტრიგა, თორე ახალი არაფერი არ არის ამ წიგნში. ჩვენ მოდით დავიწყოთ და პირველი ვთქვათ ის, რომ წიგნს არ აქვს არანაირი პრეტენზია, რომ ეს არის სახელმძღვანელო ან რაღაც სამეცნიერო ნაშრომი. აქ არის უბრალოდ თავმოყრილი მეტნაკლებად ყველა ის შეცდომა, რომელსაც ყველაზე უფრო ხშირად ვუშვებთ და რატომ ვუშვებთ? კი ვეუბნებით, რომ შეცდომა რა, რატომ არის შეცდომა, როდესაც ამას არ ვხსნით, მაინც რჩება ის შეცდომის ფორმა ქვეცნობიერში და როდესაც უკვე აუხსნით, უფრო ადვილი არის. რატომ ზარმაცებისათვის? ავიც შეიძლება სამეცნიერო წრეებში გამიბრაზდნენ ამის გამო, რასაც ახლა ვიტყვე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფიზიკოს არაფერი დააკვდება, თუ მას არ ეცოდინება ქართულ ზმნას, რომ აქვს სამი გვარი, მოქმედებით, ვნებითი და საშუალო. ისე როგორც მე არაფერი მაკვდება, თუ არ ვიცი დავუშვათ ფიზიკის რაღაც კანონები, ხო? მაგრამ ძალიან ბევრს ეშლება და ეს აუცილებელი ალბათ ყველამ რომ იცოდეს, რომ არ უნდა თქვას დაუხატია და უნდა თქვას დაუხატავს. აი ეს უნდა იცოდეს, მაგრამ ხო რამდენი სერია და მწკრივი ალბათ არ არის აუცილებელი, რომ ყველამ იცოდეს. თუ არის სპეციალისტი, თუ არის ფილოლოგი, ვფიქრობ, რომ ამისთვის არსებობს უნივერსიტეტი, სადაც შეუძლია სიღრმისეულად ეს ყველაფერი ისწავლოს. აი აქედან გამომდინარე, როდესაც ბავშვების უმეტესობა სკოლაში ქართულ გრამატიკას რაღაც ისეთ საშინელ საგნად აღიქვამენ, ეშინიათ, ამ დროს ძალიან საყვარელი საგანი. წესების გამო, ხო? წესების გამო და რაღაცა ისეთ მშრალად რაღაც გონიათ, რომ ესეთი არის, რომ აი თუ ამას დაუშვებ შეცდომას, თუ აუხსნე აღარ უშვებს. რომ აქ არის ძალიან მარტივად ეს აი ეს არის პოპულარულ ენაზე დაწერილი. არის კომიქსებითაც გაფორმებული, ანუ ილუსტრაციებით რაღაც სახალისოა ისეთი, რომ ამ პროცესს ალბათ კიდევ უფრო მარტივს და კარგს გახდეს. რა მიბიძგა ახლა ასე რომ გაეკეთე, ასეთი წიგნი გამეკეთებინა. ხო, უცხოა საქართველოს. არა გამეკეთებინა, არამედ შემედგინა. თუ ასე ხშირად ვამბობთ ასეთ შეცდომას. 2008 წლიდან ვარ ბლოგერი. ამ პერიოდში ძალიან ცოტა იყო ბლოგერი, ახლა თითქმის ყველას აქვს თავისი ბლოგი და მეტნაკლებად ვიზუალურად არა, მაგრამ ბლოგერები რაღაც ერთმანეთს ცნობდით პოსტებით. როდესაც ვხედავდი, რომ ბევრი შეცდომა იყო, პოსტების სახით დავიწყე რაღაც აი ამ შეცდომების მინიშნება. და ნუ აქედან გაჩნდა იდეა, რომ რატომ არა თვითონ ბლოგერებისაგან წამოვიდა, რომ იქნებ შეკრათ ეს საერთოდ. და რაღაც სახელმწიფოდ გავა. მივიღეთ შედეგად ეს. მივიღეთ ეს, რატომ ზარმაცებისთვის, ხო? უცხოეთში არის ამისი პრეცედენტი, ოღონდ სხვა სათაური აქვს იქ. ასეთ წიგნს ზარმაცებისთვის ეს არ ნიშნავს, რომ მართლა ზარმაცი იგულისხმება, უბრალოდ ალბათ თქვენ ახლა არ დაგჭირდებათ, არ მოგინდებათ გადაშალოთ გრამატიკის სახელმძღვანელოების იმას ალბათ არ დაუბრუნდებით, თუნდაც უკვე პროფესია რო გაქვს უკვე ზრდასრული ხარ, თუმცა იმას არ სჭირდება. და ამ შეცდომებს მართლა ძალიან ბევრი. ისე ზარმაცებისთვის თუ ზარმაცებისათვის. აი ეს იმიტომ არის, რომ გინდა ისე ეტყვი და გინდა ასე. ორივე დასაშვებია. ასევე ჩემი სახელი ზარმაცობის ბრალი არის. ზინაიდა არ დავწერე ზინა. ანუ რაღაც ყველაფერი რაღაც ბოლოს ერთგვარი გამოცდაც არის, ხო არის შემოთავაზებული ტესტი. ნუ უხსნით უკვე რომ აღარ ახარ ზარმაცი პრინციპში ეს თუ ბოლომდე ჩაიკითხე თუ წაიკითხე და ჩაიკითხე ანუ არ დაინტერესდა წაიკითხე და თავისთავად გამოცდი ერთგვარად რომ თქვა ეს ყველაფერი რამდენად დარჩა შენს გონებაში რასაც გაიცანი გადავხედოთ ხო ანუ ძირითადად ისეთი შეცდომები მეც გადავავლე უბრალოდ თვალი და ბევრი შეცდომა რასაც თქვა მე ვამჩნევ სხვა რო უშვებს და მე რასაც უშვებ ალბათ რა შეცდომასაც უშვებ იმას მე ვერ უკეთებ ანალიზს და არ ვამჩნევ მაგრამ ავდა ამ თემის ნიშნების არევა ეს არის ძალიან ძალიან ხშირად გვესმის ძალიან მარტივი არის ახლა წიგნში ახსნილი არის ჩვენ ზმნა გადაყავს საწყის ფორმაში თუ იქ არის მაგალითად სმა იქ არის სვა სმა ანუ სვამს უნდა იყოს მუდაბოლოება.
ნებისმიერ ანუ წყალს სვამს და სავარძელში ბავშვს თავზე ხელს უსვამს, კალთაში ბავშვს ისვამს, წყალს სვამს. ნებისმიერ შემთხვევაში. ვილს გამოტოვებაც პირველ პირში თქვა ვუთხარი, ესეც ძალიან ეს ძალიან ხშირად ხშირად ხდება. გავვოცდი. კი. ხო, ბევრი არის ისეთი რაც და ეს სახელების ვარ რო იძახიან ეგეც ხო მღერი ვარ რო იძახიან. მღერი ვარ, იმიტომ რომ ხმოვანობის გამომცემლს არ აქვს მღერი არ აქვს და არ შეიძლება დაერთოს მეშველის მნა. კივი ვარ, მღერი ვარ, ან მღერი ხარ, არაფრით არ შეიძლება ამისით. ანუ ყველაფერს ძირითადად მოიცავს ეს ვერ გეტყვით რომ ყველაფერს მოიცავს, ეს არის პირველი პრეცედენტი რომ ასეთი სახის წიგნი შეიქმნა, ასე მარტივად. თუ თქვენ გადახედეთ ვეჭორავები მე გრამატიკაზე მკითხველს რაღაცა ისე და ამიტომ არ არის დაზღვეული რომ წიგნში იყოს რაღაც შეცდომები. რა თქმა უნდა ვიღებ ყველანაირ შენიშვნას და ალბათ გამოსწორდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ სიესტას გადავხადა, იმიტომ რომ რო არა სიესტა ალბათ წიგნი არ იქნებოდა. ჩვენ გვაქვს შემოთავაზება ერთ-ერთი რადიოდან რომ ციკლი იყოს ასეთი, რაღაც გრამატიკასთან არ ვიცი რამდენად გამართლება და კიდევ ერთი. თუ ბავშვობიდან, თუნდაც საბავშვობიდან დავიწყებთ ჩვენ მუშაობას ბავშვებთან, არის ხოლმე რომ გვაღიზიანებს, რომ იქენი აქანი ამბობენო. იქენი აქანი რომ არ თქვან, დაიკარგება ის ხიბლი, რაც იმერეც აქვს. არც რაი არ მინდა რომ არ თქვას მოხევე აღარ იქნება მოხევე. მაგრამ განსხვავდება კილო და სალიტერატურო ქართული. რა თქმა უნდა. იმერეთში მე ვერ წარმომიდგენია ახლა მაინძელოს ნაცვლად მასპინძელი რაღაცა, მაინძელი გიღებს რაღაც სხვანაირად რომ თქვა, მეიტანა მჭადი რომ თქვა, სხვანაირად რაღაც პეცი დაიკარგება ის, მაგრამ როდესაც რაღაც სალიტერატურო ქართული ცობა და მეიტანე ის თავის, იმიტომ არის ჩვენიან ასეთი მდიდარი უამრავი დიალექტი აქვს. იმიტომ არის ხევსურმა, წარმოგიდგენთ ახლა ხევსურმა გამართული სალიტერატურო ქართული ჩატილში რო გესაუბრა, არ იქნება ისეთი ხიბლი, ხო, არც საინტერესო არ იქნება. ჩვენ არ ვებრძვით ამას. პირიქით უფრო ის უბრალოდ სალიტერატურო ენაში დავიცვათ შეცდომები. არავინ არ ვარ დაზღვეული, არც მე. ძალიან ხშირად მე თვითონ ვიჭერ თავს, როდესაც შეცდომები. და მხოლოდ მასწავლებლის პრეროგატივა არ უნდა იყოს ის, რომ ბავშვს ასწავლოს სწორი მეტყველება სახლიდან და ზუსტად ძალიან პატარა ასაკიდან ეს თუ დაიწყება და თვითონ მშობელი ეცდება რაღაც თვითონ მიიღოს ზედმეტი მარაგი იმისთვის, რომ ბავშვს სწორი მეტყველება ასწავლოს, რა თქმა უნდა ეს პრობლემა გამოსწორდება. მადლობა ქალბატონო ზინა. უკვე გაყიდვაშია რამდენად ხელმისაწვდომია. გაყიდვაში არასწორი ფორმა, ძალიან დიდი ბოდიში რომ გისწორებთ. არა, პირიქით, სიამოვნებით. ხდება. მეორადიც არასწორია. მეორადი ხშირად ხდება ეს. გაყიდვაში ეს არის კალკი, რუსული და ინგლისურიც, ვპრადაჟე და ინსეილ. იყიდება, იმიტომ რომ არ აქვს თანდებული, არ შეიძლება დაერთოს სახელმწიფო. ანუ იყიდება ორ შაბათიდან გაიყიდება მაღაზიებში რამდენადაც მომეთხრეს და კიდე მეორადი არ არის სწორი, მეორეული უნდა იყოს. მეორეული. ვეცადოთ რომ გამოვასწოროთ. მეორადი იცით რა არის? გამოდის არასწორად ნახმა გააკეთებული ესე შექმნილი ფორმა არის წილობითი რიცხვეთის სახელის და გამოდის რომ მეორადი ტანსაცმელი, ანუ მე ნახევარ შარვალს ყიდულობ. ანუ და ასე შემდეგ. ანუ მეორეული რომელიც მე შემიძლია მეორეჯერ გამოვიყენო. მადლობა წიგნისთვის, რომელსაც მე ნამდვილად არაერთხელ გადავიკითხავ, რომ ის შეცდომები აღარ იყოს ჩემი მეტყველებაში. ძალიან დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით საუკეთესოებებით, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ კი გავანაგრძობთ მწერალი, რომელმაც თავისი პროზითა თუ საზოგადოებრივი პოზიციით ხალხში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია, ბევრს მოსწონს, მაგრამ